ახლა გაგაცნობთ 8 წლის მომღერალს და თქვენ გადაწყვიტეთ ახლა ქართულ მუსიკას წარსული უკეთესი აქვს თუ მომავალი. მივესალმოთ ჩვენი სტუმარია მომღერალი ელენე სადუნიძე. რაიმე როგორი ლამაზი გოგო მოგზანდა, გამარჯობა ელენე. რა ლამაზი ხარ და დიადემაც გაუკეთებია. როგორ ჭყიალებს რაღაცეები, როგორ მიყვარს ესეთი რაღაცეები, სალამი. ძალიან ლამაზად გამოიყურები. ვაიმე, ლურჯი ყვავილი მოვიდა ჩვენთან. არ შემეძლია სილამაზის განსახიერება. ძალიან მადლობელი ვარ. საიდან ჩამობრძანდით თქვენ ჩვენთან? თბილისიდან. თბილისიდან მობრძანდით, კი ბატონო. თქვენზე გავიგე რომ სიმღერა იცისო, მართალია? რამდენი წლის ბრძანდებით? 8 ხომ? და როდის დაიწყეთ სიმღერა? 4 წლის რო იყო. შენ ახლა ალბათ ამაყობ რომ აქ პატარების დიდ შოუში ხარ და ვასიკოვდიშვილთან ერთად ხარ, ხო? ხონდა. ეხლა მეცი რა მინდა გითხრა. აი შენ ძალიან პოპულარული რო გახდები და ძალიან მაგარი რო იქნები. მე იცი მე რას ვიზავ, მე ვიამაყებ რომ ელენე მყავდა მეთქი სტუმრად. აი ესე იქნება, დარწმუნებული ვარ. აბა მითხარი ვასიკო? ვასიკო. შესანიშნავი. აბა მითხარი პატარების დიდი შოუ? პატარების დიდი შოუ. ნახეთ როგორი ხმა, არ შემიძლია, საოცრება არის. სკოლაში დაგიხარ? ხო და იქ დარწმუნებული მასწავლებელი ვერ გაგიბედავს კითხვას, რომ შენი ხმა არ გავიგო. გიყვარს სკოლა? დიახ. კარგია. და მოვიკითხავ ჩემს მასწავლებელს. შესანიშნავი, რა ქვია მასწავლებელს? ლელა ჭამაური. ქალბატონ ლელას, აქედან მივესალმებით. შესანიშნავი, მოწაფე გყავთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ამაყობთ მისი არსებობით. ეხლა მითხარი, როდესაც სკოლაში არ ხარ და არ მღერი. ეგეთი დღეები არსებობს? აი თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე? მღერი. არა, აი არის ისეთი მომენტი, როდესაც არ მღერი. კი? და ტყეში სიარულით არ დაკავებული. ტყეში სიარულით ხარ დაკავებული? საოცარ, მარტო გიშვებენ ტყეში? არა, ბებიასთან ერთად. ბებიასთან ერთად დადიხარ ტყეში? რა უმელ ტყეში დადიხართ მითხარი თუ საიდუმლო არ არის? სახელი აღარ მახსოვს. შენ წითელ ქუდა ხო არა ხარ? არა, კაი. რომელ ტყეში დადიხართ? სახელი აღარ მახსოვს. სახელი აღარ ახსოვს, მაგრამ ტყე არის ნამდვილად. აქ შორს არის თბილისშია თუ თბილისიდან გარე? ხაშურში დადის. იქ იქნება, ეგ როგორ არ არის ტყე, კაცო. რა თქმა უნდა, იქ იქნება, კი. და იქ რას აკეთებ ხოლმე ტყეში? მღერი, რა თქმა უნდა, ეს გავიგე. გიხარია. კიდე რას აკეთებ? ყვავილებს. გვირილებს. გიყვარს გვირილები? იქ კიდე იცი რა მიყვარს მე? ზოგ ტყეში და სხვათა შორის იქ მხარეს სადაც შენ ამხო მაყლის ბუჩქები არ შეგვედრიათ. შენი დაკრეფილი მაყლის ბუჩქიდან მაყლები არის ძალიან გემრიელი. მინდა გითხრა. ჭამა გიყვარს? ახლაც. ხო, იმიტომ რომ ძალიან გამხდარი მეჩვენები და ჭამ რამეს საერთოდ? კი. რა გიყვარს? ციციბურის ფაფა. ციციბურის ფაფა? ტყეში რომ მიდიხართ ხოლმე, რა მიგაქვთ ხოლმე საგზლად? მალე მოვდივართ ხოლმე ტყიდან და მე ისევ გავდ. რო ციციბურის ფაფა გაჭამო ხო? ალბათ და ისევ დაგაბრუნო ნუკან. კი ბატონო. ვისთან ერთად მოხვედი დღეს მითხარი? დედასთან, მამასთან, ძმასთან, ბებოსთან. ეს ის ბებია ტყეში რო დადის? პაპასთან, ჩემს დაქალთან და მასწავლებელთან და ჩემს დედაშვილთან. აპლოდისმენტები მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ. თქვენ მღერით? ბავშვობაში ვმღეროდი. და მე გადაგავიწყდათ რაღაცა ისეთი მინორი შევნიშნეთ თქვენ ხმაში. ხანდახან. მღეროდით ესე იგი. გამარჯობათ ქალბატონ ნანა, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით, მიხარია თქვენი. აი ეს შესანიშნავი ლამაზი გოგო. ასევე შესანიშნავი და ლამაზი მომღერალია, ხო? კი. აი 4 წლის ასაკში როცა მომიყვანეს. დიახ. ნუ მაშინვე ეთყობოდა რომ ბავშვს ჰქონდა აშკარად ესეთი გამორჩეული მუსიკალური მონაცემები და მე იმეც ვიტოვებ რომ მომავალში წარმატებული იქნება. რა თქმა უნდა, უკვე წინასწარ შეუთანხმდი რომ სადმე მახსენოს. აბა ტყეში რომ ბებია დადის ის რომელი არის? მოგესალმებით. აქ ბებო და ბაბუ არიან, ხო, წარმოდგენილი? კიდე ვინმე არის, ვინც არ მოვიდა აქ, აი მეორე ბებო და ბაბუც არსებობენ, ხო, ალბათ? კი. სად არიან ისინი? ზესტაფონში. ზესტაფონში ყოფილან, კაცო. მივესალმებით ზესტაფონში ბებოს და ბაბუს ხელი დაუქნიოთ ესე. აი ასე შესანიშნავი ამბავია და ახლა მე მგონი სწორედ ის დრო დადგა რომ აი ამ გოგონას, ამ ტკბილი ყვავილი ბავშვის სიმღერა მოვისმინოთ. სცენაზეა ელენე სადუნიძე.
ელენე სადურიძე, აპლოდისმენტები მას და რა თქმა უნდა ბენც და ნევერლენდის აი ასეთ უმშვენიერეს ანიმაციურ გმირებს ძალიან დიდი მადლობა ნევერლენდის საქართველოში ნომერი პირველი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენ ცენტრში ან თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე. ელენეს დიდი მადლობა და რა თქმა უნდა დამსახურებული საჩუქარი მოცულდება ჩვენთან და ეს იქნება პირველი ვინ? ფაგიო. საინტერესო სანახავია, პანდას ჩამოუარა ფაგიომ, ძალიან დიდი მადლობა. აი, ეს საჩუქარი. ეს არის ფაგების ნაკრები იმისათვის, რომ გაციება არ მოგეკაროს და არანაირი ინფექცია. დედამ იცის ფაგიო. და ახლა ამ ჩვენს ჟრიამულს ვინაკლია? რა თქმა უნდა, ლოკომოკოს ლომი მოგრძალდება ჩვენთან. დიდი მადლობა ლოკომოკოს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იყო ელენე სადურიძე.